2028 წლის ნოემბრის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება მსოფლიოსათვის, იმიტომ რომ ნოემბრის დასაწყისში 3 წლის ოდნავ ნაკლების 2 წლისა და 11 თვის 10 თვის თავზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და დონალდ ტრამპი ყოველ შემთხვევაში როგორც არის ცნობილი, ამდენადაც მე ვიცი, მონაწილეობას ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინ იცის, ვინ იქნება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ეს იქნება ჯეიდი ვენსიო, ბევრი თქვენგანი იტყვის, ბევრი იტყვის, რომ ეს იქნება მარკო რუბიო, თუმცა ასე წინასწარ 3 წლით ადრე, 2 წელიწად ნახევრით ადრე განსაზღვრა იმისა, რომ მაინც და მაინც ჯეიდი ვენსი, ან მაინც და მაინც მარკო რუბიო იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური ძლიერი პარტიიდან, ასე წინასწარ თქმა რასაკვირველია არ შეიძლება, მით უფრო არ შეიძლება ან წარმოუდგენელია თქმა ან პროგნოზირება, ვინ იქნება დემოკრატთა დასუსტებული დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი ამერიკელი გეტყვით, რომ თავარია რომ ტრამპიზმი დაიძლიოს და დემოკრატებმა დაძლიონ ტრამპიზმი, ბევრი ამერიკელი გეტყვით, რომ თავარია რომ ტრამპიზმი დაიძლიოს და დაიძლიოს თუნდაც რესპუბლიკელების მიერ, ბევრი იტყვის, რომ მარკო რუბიო ბევრად უკეთესი პრეზიდენტი იქნება და ჯეიდი ვენსიც კი იგივეს იტყვიან. მე ახლა ამ პროგნოზებსა თუ ამ გათვლებში არ შევალ თქვენის ნებართვის, მე ვილაპარაკებ იმაზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის ფედერაცია, რომლის ლიდერმაც პრეზიდენტმა პუტინმა, პრეზიდენტ ტრამპს უთხრა პრინციპში ტყუილი, როდესაც თქვა, რომ 91 თუ არ ვცდები, 91 დრონით დაესხა თავს ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენცია, სადაც ვალდაის კონფერენცია თუ ფორუმი იმართება ხოლმე როგორც წესი და სხვა არც არაფერი, თუმცა პრეზიდენტი პუტინი იშვიათად, მაგრამ სტუმრობს ამ რეზიდენციას სხვა დღეებშიც დაესხა თავს სწორედ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის მოლაპარაკებები იმართებოდა შეერთებულ შტატებშიო, მარ-ა-ლაგოში და ეს ტყუილი პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა პრეზიდენტ ტრამპს, გააცნო პრეზიდენტ ტრამპს, ასე უნდა ვთქვა და პრეზიდენტმა ტრამპმაც რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი დაიჯერა. არადა ცხადია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას აქვს თავისი ინფორმაციები იმის თაობაზე, მართლა შეუტია თუ არა საპრეზიდენტო რეზიდენციას უკრაინამ ვალდაისში თუ სხვაგან, სწორედ იმ პერიოდში, ან საერთოდ შეუტია თუ არა უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა შეუტიეს თუ არა რუსეთის საპრეზიდენტო რომელიმე რეზიდენციას და პრეზიდენტი ტრამპი წესითა და რიგით უნდა ეყრდნობოდეს სწორედ საკუთარი უსაფრთხოების ან საკუთარი სპეცსამსახურების მონაცემებს და არ უნდა ენდობოდეს ასე ბრმად წესითა და რიგით პრეზიდენტ პუტინს, რომელსაც დასჭირდა, მეთქი ასე გეტყვით, დასჭირდა ამ ტყუილის თქმა იმისათვის, რომ მერე უკვე ეთქვა შემდეგი აზრი განევითარებინა უკვე და მოუკიდებლად, რომ რაღაცა ასეა, რაღაცა უკრაინამ ეს წითელი ხაზიც გადალახა, შესაბამისად რუსეთს აქვს უკრაინის, კონკრეტულად კიევის სამთავრობო კვარტალის და მათ შორის სამთავრობო რეზიდენციების დაბომბვის უფლება, იერიშების მიტანის უფლება ამ რეზიდენციებზე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მიმდინარე წლის სექტემბერში, გასულ წელს ნოემბერში, ანუ 2024 წელს და სხვა პერიოდშიც რუსეთს მიუტანია შეტევები იერიშები უკრაინის სამთავრობო კვარტალზე და სამთავრობო რეზიდენციაზე, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების ოფისზე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი პუტინი ამბობს ასე, რომ თითქოს და პირველად აღაი წითელი ხაზები გადალახა უკრაინამ, აქედან გამომდინარე პირველად თვითონაც მიიტანს იერიშს ზელენსკის მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე. მაგრამ ეს არ არის ახლა ჩემი მოსაზრებით საინტერესო კუთხე კი არის, მაგრამ ეს მთავარი აღსანიშნი არის ის, რომ იმდენად უჭირს რუსეთს და იმდენად უნდა რომ შეერთებულ შტატებისა და უკრაინის მოლაპარაკებები როგორღაც ჩაიშალოს, როგორღაც შეერთებული შტატები არ გადავიდეს მისი ლიდერი უკრაინისაკენ, რომ ყველა ფერზე მიდის ის, მათ შორის ტყუილზეც და ამით სხვათა შორის ადასტურებს ერთსაც, რომ მე სუსტი ვარ ამბობს, მე ვერ დამიცვია საკუთარი პრეზიდენტის ესა თუ ის რეზიდენცია, მათ შორის ვალდაის რეზიდენცია, ვალდაის რეზიდენციაზე პრეზიდენტისა ამახვილებს ყურადღებას და წარმოიდგინეთ ეს ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც 4 წლის წინ დეკემბრის მიწურულს პრინციპში ღიად თქვა, რომ უკრაინას მთლიანად დაამარცხებს არა მხოლოდ SVO-ს ფარგლებში, არამედ სხვა
სხვა ამოცანებსაც არ მხოლოდ ეს ფარგლებში დასახულ ამოცანებს, არამედ სხვა ამოცანებსაც შეასრულებს და რა არის ეს ამოცანები, ჩვენ კარგად უნდა გავისიგრძეგნოთ და სულ უნდა ვიმეოროთ, რომ რუსეთს მთელი უკრაინა სურს, იმიტომ რომ მთელი უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში მიბობღდებიან სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, უკრაინის გაუქმების შემთხვევაში, ვინც ის და მართლაც რეალიზდება პუტინის ოცნება საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე და პუტინს სწორედაც ეს უნდა რომ ის გაეჯიბროს, მას უნდა რომ გაეჯიბროს სტალინს და იყოს საბირაწელზიმელი რუსკი კი არა მხოლოდ ანუ რუსული მიწების შემომკრები, არამედ იყოს იმ ისტორიული მისეული გაგებით ისტორიული შეცდომის გამომსწორებელი, რომელიც შეცდომას თუ რა შეცდომას დაუშვა მისმა წინამორბედმა საბჭოთა კავშირის მმართველობის ბოლო პერიოდის მმართველობამ, იგულისხმება საბჭოთა კავშირის დაშლა 90-იანი წლების დასაწყისში მათ დაშალეს, ხოლო მე აღვადგინე, ეს არის დაახლოებითი მესიჯი მსოფლიოსათვის პრეზიდენტ პუტინის. ცხადია, ამას ყველა შესანიშნავად ხვდებიან პირველ ყოვლისა ევროპელები, მათი 99%, ეხლა უნგრელები რო ვერ ხვდებიან მოცემულ ეტაპზე, უფრო ზუსტი რო ვიყო უნგრეთის ხელისუფლება, ეს პრობლემაა, მაგრამ არც თუ ისე დიდი, არც თუ გადაულახავი მომავალი წლის დასაწყისში არა შუა პერიოდში პრემიერ-მინისტრი ორბანი მაღალი ალბათობით აღარ იქნება უნგრეთის ხელმძღვანელი, სლოვაკეთსაც იგივე ბედიელის, თუმცა რასაკვირველია, სხვაგან შეიძლება პირიქით, აი უფრო არ მინდა თქვა პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ მერქი 26-27 წლებში, მაგრამ იმ ძალებმა, რომლებიც რუსეთთან შეპირისპირების მსურველები მაინც და მაინც არ არიან. მოკლედ ევროპა თავის ამბავშია, ევროპა ძლიერდება, მაგრამ მაინც ფთაბოტეხილი ფრინველია, ასე ვიტყვი, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე კი არ ვაკრიტიკებთ მაინც და მაინც, მაგრამ მაინც მე მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება, დონალდ ტრამპს აქვს შანსი, ახლაც აქვს შანსი, რომ გახდეს რონალდ რეიგანის მსგავსი მასშტაბის პრეზიდენტი, მაგრამ დონალდ ტრამპს აქვს შანსი იმისაც, რომ ის დაენარცხოს ისტორიის ამ მონაკვეთში და გახდეს ყველაზე უარესთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებიდან ბოლო პერიოდის დონალდ ტრამპი გულახდილად გეტყვით მეორე გზას სამწუხაროდ უნდა ასე ვთქვათ მეორე გზას უფრო ადგას ოღონდაც კი ომი დასრულდეს ის ყველაფერზე მათ შორის უსამართლოდ ომის დასრულებაზეც არის თანახმა არის ყაბულ რაც უკრაინისთვის არის კატასტროფა უსამართლოდ დასრულება ომისა პრეზიდენტმა ზელენსკი მისი თქვენო პრინციპში მზაობა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება ამ თვალსაზრისით მან ბურთი გადაუგდო რუსეთს მისივე მოედანზე რუსეთის ესეთი პრინციპული პასუხი არ გაუწია იმიტომ რომ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი უბრალოდ არ და ვერ იძლევა რუსეთს სურს რომ უკრაინამ დათმოს ბრძოლის გარეშე დათმოს დონბასის 25-27-30% რომელსაც უკრაინა ჯერაც აკონტროლებს ეს კატასტროფა იქნება უკრაინისათვის იმიტომ რომ უნდა გავიგოთ კარგად რომ უკრაინის მიერ ამ ტერიტორიის დათმობის ან ბრძოლის გარეშე დათმობის შემთხვევაში რუსეთს ხელფეხი ეხსნება ხარკოვისაკენ და არა მხოლოდ ხარკოვისაკენ ეს კარგად უნდა გავისიგრძეგაროთ თითოეულმა ჩვენგანმა და ვთქვათ რომ იცით რა უკრაინა თუ დათმობს ამ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს მის მიზანს მაინც და მაინც დონბასს არ გულისხმობ დონბასის დაპყრობას მიზანი არის ხელფეხის გახსნა რომ მთელი უკრაინა მათ შორის კიევიც რომელიღაც ეტაპზე და აჩოქოს და უკრაინის კი დაამხოს მეორე ვარიანტი დამხობისა კიევის რეჟიმის კიევის ხელისუფლების უფრო კიევში ხელისუფლების დამხობისა არის ეგრეთ წოდებული არჩევნები, თუმცა რუსეთის შესანიშნავად ხვდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, გენერალი ბუდანოვი, მეორე მნიშვნელოვანი კანდიდატურა, რომელიც მაღალი ალბათობით იქნება, ან გენერალი ზალუჟნი, ისინი ასევე თავის ტკივილები იქნებიან რუსეთისათვის დონბას ვერც ბუდანოვი, არც ბუდანოვი დათმობს, არც ზალუჟნი და არც არავინ თუ მაინც და მაინც იანუკოვიჩი არ დასვა და იანუკოვიჩს რომ ვერ დასვამს რუსეთი, ეს კი ფაქტია. ახლა კიდევ ერთი საკითხია, ეს არის რეფერენდუმის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გააქტუალურდა და უკრაინის მოსახლეობას უნდა ჰკითხონ, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ სწორედ დონბასი დათმობდა, მეთქი ასე ვიტყვი
ხო დათმობა ანუ არგუმენტი საიმისო რომ უკრაინამ უნდა დათმოს დონბასი იმიტომ რომ სისხლის ხრა იყოს თავიდან დაცილებული არსებობს განა არა ანუ ტრამპისეული არგუმენტი მაგრამ კვლავ ვიმეორებ დათმობდა ამაზეც კი წავიდოდა უკრაინა მათ შორის რეფერენდუმის გზით მაგრამ უკრაინის მოსახლეობის გამოკითხვებით ყოველ შემთხვევაში 85%-ს გასიგრძეგანებული აქვს რომ დათმობის შემთხვევაში სწორედ ხსენებულ ხარკოვს ნეპროპეტროვსკს ოდესასაც ვინიცის სხვებს და სხვა რეგიონებს ქალაქებს შეექმნებათ საფრთხეები ამიტომ მე რამდენადაც ხვდები მიუხედავად ფრონტზე არსებული უმძიმესი მდგომარეობისა რამდენიმე კონკრეტულ ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში უკრაინის მოსახლეობა ზელენსკის არც აპატიებს ესე რეფერენდუმის გარეშე ამის დათმობას და მეორე არაპატიებს კი არც მისცემს ხმას ამ ტერიტორიულ რღვევას როგორც ასეც აქედან გამომდინარე ვითარება გაჭედილი ახლა დაუბრუნდეთ პირველ თემას და რომ ვახსენოთ და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ 28 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიტომ არის ეს მნიშვნელოვანი რომ როგორი პრეზიდენტიც არ უნდა მოვიდეს ის პრეზიდენტ ტრამპის შეცდომებს მერქი ასე ვიტყვი გამოცდილებას მოდი სხვაგვარად ვთქვათ ერთგვარად გაიზიარებს და სხვაგვარად და უფრო კვეთრად იმოქმედებს ახლა კითხვა ასეთი გაძლებს კი უკრაინა შემდეგი 2-3 წელიწადი მე გეტყვით რომ ბევრი სამხედრო ექსპერტი საერთაშორისო ექსპერტი ამბობს რომ უკრაინა პრინციპში მაინც გაძლებს თუნდაც იმ დახმარებების გათვალისწინებით, სწორედ იმ დახმარებების გათვალისწინებით, რომელსაც იღებს უკრაინა ევროპის კავშირი და ცალკეული სახელმწიფოებიდან გულისხმობ 90 მილიარდს და ასევე ცალკეულ დახმარებებს ნორვეგიიდან, იაპონიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდან ინდივიდუალურ დახმარებებს გაძლებს და თუ გაძლებს, ანუ გაძლებაში რა იგულისხმება, ბევრი ადამიანი რასაკვირველია და იხოცება, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაიცვლება და იღუპება რასაკვირველია, მაგრამ არ იქნება დათმობილი ეს დონბასიც კი აღარ ვლაპარაკობ სხვა ტერიტორიებზე და აქვე ბოლო პასაჟი ჩემი ამ ვიდეობლოგის ამხნეობა უნდა უმსურვოთ ქართველებს რომლებიც არიან ფრონტის წინა ხაზზე, სწორედ ამ მიმართულებაზე, ყველა მიმართულებაზე პრინციპში, მაგრამ ამ მიმართულებაზე ვინც არის განსაკუთრებული მხნეობა და ჯანმრთელობა და გადარჩენა უნდა უსურვოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები იქნებიან ჩემი ღრმარწმენით ბირთვი იმ მომავალი სახელმწიფოსი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით. მადლობა.